სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო ეკონომიკურ, ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგზე. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს ტრამპის მარშრუტის პროექტის შესახებ ესაუბრა. ასევე ფაშინიანმა თქვა, რომ საუბარი შეეხო სომხეთის თანამშრომლობას აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ასევე სომხეთის ურთიერთობებს რუსეთთან. მისი თქმით, ერევანსა და თბილისს რეგიონულ და ევროპულ მიმართულებებში საერთო ინტერესები აკავშირებთ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევა არ არის მარტივი. ჩვენ გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, რომ დავძლიოთ არსებული პრობლემები და ეს გამოწვევები. მე დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში რეგიონული საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მოვახსენე თუ რა ხდება ტრიპის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესში და თურქეთთან ურთიერთობის პროცესში. ასევე მოუყევი მას სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და გვამოძრავებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რაც უკვე ვთქვი წარსულში, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში. ამ კონტექსტში საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს ის საკითხია, რაზეც ჰქონდა ასევე საუბარი და იმედი მაქვს, რომ ეს ის საკითხია, სადაც ვითანამშრომლებთ მომავალშიც და აქ ხელშესახების შედეგებიც გვექნება. ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო და სომხეთი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მუშაობენ. მისი თქმით, ქვეყნებს შორის მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებია. ასევე ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების პროცესი დადებითად შეაფასა. შევხედავთ, რომ არის საკმაოდ რთული ვითარება შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის, ჩვენს ქვეყნებს შორის და ამას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის დამყარებული საქართველოსა და სომხეთს შორის. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი დონე ჩვენი თანამშრომლობის, თუმცა არსებობს ბუნებრივია მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი ტრადიციული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ეფუძნება საერთო ინტერესებს. მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სომხეთს გადავუხადო მადლობა ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, პატივისცემისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში 3 მარტს ჩამოვიდა. მას გუშინ კახეთში სიღნაღში ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს.